დავიწყოთ დაკავებული პირების სასამართლო პროცესებით. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ არც იღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან, არც სასამართლოდან წინასწარ არავინ უკავშირდება, როდის გადაიყვანენ მათ და საცავ პირებს, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან ხოლმე. ისინი გადაყავთ საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზებში, ისე რომ არც ერთმა უფლებადამცველმა ამის შესახებ წინასწარ არ იცის. შესაბამისად, ყოველწუთს ელოდებიან ადვოკატები, რომ დაიცვან დაკავებულთა უფლებები და პროცესზე ისინი მარტო არ დარჩნენ. დრო არის უცნობი ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც დაკავების შესახებ, როგორც ადგილსამყოფელის შესახებ, არც საქალაქო სასამართლოში გადაყვანის შესახებ არ აფრთხებს ხოლმე ადვოკატებს. რაც შეეხება დაკავებულებს, 4-ვე დაკავებული მოინახულეს დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ადვოკატებმა და გაირკვა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა საუბარია ზაზა ბროლაძეზე მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას ჯერ კიდევ წუხელ გვიან ღამით. ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მან იზოლატორში მოითხოვა თვალის წვეთები. როგორც ადვოკატი განმარტავს, მას აქვს მხედველობის პრობლემა და უარი ეთქვა მედიკამენტებზე წვდომაზე. მას იზოლატორში მოსთხოვეს ფორმა 100, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პირი არის დაკავებული, ის ფიზიკურად ვერ მიიტანდა ფორმა 100. შესაბამისად, ის ითხოვს მედიკამენტებზე წვდომას და აგრძელებს შიმშილობას. ასევე იოსებ ხეოშვილის შესახებ გამოიტანა ადვოკატმა ცნობები, მასაც როგორც შეზღუდული უნარების მქონე პირს სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა ყოველწუთიერად, თუმცა მას ცნობა არ აქვს წამლებზე. მოვინახულე 4 დაკავებული, 4-ვე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ აქედან 2 მათგანს ესაჭიროება მედიკამენტები, რომლებიც ამ ეტაპისთვის მათ არ მიეწოდებათ. ერთ-ერთი განსაკუთრებით საყურადღებოა, რომლისთვისაც აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში მიეწოდოს მედიკამენტები და პირიქით მის მოთხოვნას, როგორც თვითონ გადმომცა, საკმაოდ უარყოფითად შეხვდნენ და არ მიეწოდეს ის წამალი, რომელიც მას აუცილებლად ესაჭიროება. 4-ვე მათგანი გზის გადაკეტვით არიან დაკავებულები, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები, რომ ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ არ ყოფილა იმ ტერიტორიაზე დაკავებული, ბაღში ჩავიდა და იქ მოხდა მისი დაკავება, ამიტომ მათი საქმის მასალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ზაზა ბროლაძე, რომელიც არის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. პირადი საუბრის დროს მან განაცხადა, რომ აქვს პრობლემა მხედველობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიხმარს ყოველდღიურ ხელოვნურ ცრემლს. თუმცა რატომღაც გუშინ შემოსახლების პროცესში, როდესაც თხოვა მან მორიგე ექიმს, რომ ეს ყველაფერი მისთვის მიეცა, ვინაიდან ფიზიკურად მხედველობის პრობლემა აქვს, განაცხადა, რომ ფიზიკურად არ მიცემდა, მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტი ფორმა 100-ის გარეშე. ასევე დაამატა, რომ თუ კი არ მოხდება მის მიმართ აღნიშნული მედიკამენტის შეწოდება, იგი გააგრძელებს შიმშილობას, რომელიც ჰქონდა დაწყებული გუშინელი თვიდან. დავაზუსტე, რომ იოსებ ხეოშვილი ნამდვილად აქ არის, გუშინ გადაიყვანეს ესე უთრესროვითონ იდენტიფიცირებისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იზოლატორშია. სპეციალურ მედიკამენტოზურ მკურნალობა საჭიროებს და არა აქვს სამწუთას ეს წამლები. ვეცდები, რომ მის ადვოკატსაც დავუკავშირდე და აუცილებლად რაღაცნაირად მოვახერხებთ, რომ ჯერ არ ვიცით ისე გადაყავთ სასამართლოებში ეს ხალხი, რომ წინასწარ არაფერი არ ვიცით. როგორც მოისმინეთ, დაკავებულები ელოდებიან საქალაქო სასამართლოში პროცესებზე გადაყვანას. მათთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში მოთავსებას რამდენიმე დღით, ინდივიდუალურია ყველა პირთან მიმართებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია, რაც შეეხება თავად დაკავებულებს, ადვოკატებთან ამბობენ, რომ არ იციან მოტივი, რის გამო დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ისინი გუშინ გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე გადაკეტილ გზის სავალ ნაწილზე არც კი მდგარან, აქციაზე არ ყოფილან, ისინი მიმდებარე ტერიტორიებზე, სკვერებში და სხვადასხვა ქუჩებზე იქნენ დაკავებულები.